მოგესალმებით. ჩვენებურად პოდკასტის შემდეგ ეპიზოდს წერთ და დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ადამიანი, რომელთანაც თითქმის 15 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, შეიძლება უფრო მეტიც. ამ ადამიანს მგონია, რომ ჩვენი აუდიტორია ძალიან კარგად იცნობს სხვადასხვა ამბულაში, მაგრამ ახლა უკვე როგორც ტუროპერატორი, ასე იქნება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. შალვა, მოგესალმები და პირველ რიგში წარმატებას გისურვებ. დიდი ხანია ეს ამბავი მიდის, მაგრამ მე შენთან გადაცემას პირველად ვწერ, შესაბამისად მინდა რომ წარმატებები გისურვო. მოგესალმები, ანუ მეც წარმატებას გისურვებ და პირველ რიგში ვეტყვი სოციალური ქსელების, YouTube-ის მომხმარებლებს, რომ გამოიწერონ გვერდი ჩვენებურად და კომენტარონ გადააზიარონ, ეს ხელს შეგიწყობს შენ განვითარებაში და აუდიტორიის გაზრდაში. წარმატებები. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენთან ერთად არის ხოლმე ყოველთვის ჩემი თანაწამყვანი ხატია მუმლაძე, მაგრამ წინა ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და აღარ მინდა ამ თემის გავცობა და კიდევ უფრო რაღაცა ამაზე საუბარი და მგონია, რომ ძალიან მალე შემომიაცდება ჩემი თანაწამყვანი, მე ამის იმედი მაქვს და ვიქნებით ხოლმე ესე ორნი. მარტო ცალად აღარ ვიქნები. წარმატებები. შალვა, დავიწყოთ მოკლედ. როგორ ფიქრობ, როგორ გიცნობს ჩვენი ქალაქი შენ? როგორც ჩავლოთ ლაშაძე მოქალაქე, ჩვეულებრივად. რაღაც ჩემი განული ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სფეროში ვიყავი, მომიწია არასამთავრობო სექტორში მუშაობა, მომიწია რაღაცა გარკვეული პერიოდი პოლიტიკაში, საჯარო სამსახურში. და ამჟამად ვარ ტურიზმში. თუმცა მე პირადად ვფიქრობ, რომ სადაც ვარ პასუხისმგებლიანად, ვარ ბოლომდე ჩართული და თუ ერთიანი შეფასება იქნება, მიცნობენ როგორც ადამიანს, რომელიც რასაც აკეთებს ბოლომდე, თუ აკეთებს ბოლომდე. საბოლოო ჯამში ალბათ დღეს ვარ იმ სფეროში, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებ. რაღაცა ჩამოთვალებები ვთქვათ. მეტნაკლებად ერთმანეთთან დაკავშირებული სფეროები იყო, ხა ვთქვათ არასამთავრობო სექტორი, საჯარო სამსახური, პოლიტიკა, ეს მაინც საზოგადოებრივ სამოქალაქო აქტივობას ეხება და ეს ერთმანეთთან დაკავშირებული სფეროები იყო. და ტურიზმი არის სადაც საბოლოო ჯამში ალბათ მივაგენი ჩემს თავს. რაც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს და მინდოდა უბრალოდ არ ვიცოდი. და მოკლედ თავღაც დაახლოებით 3 წლის წინ აღმოვაჩინე სფერო, სადაც უკიდურესად კომფორტულად ვძნობ თავს. კი ბატონო, შენ თქვი რომ არასამთავრობო სექტორში იყავი და მე ჩემი მეგობრები დაგვეთანხმებიან, ვინც ახლა თვალს გვადევნებს, რომ სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემი და შენი მეგობრობა დაიწყო, ასე ვთქვათ და მაშინ საერთოდ არ ვიცოდი რა იყო არასამთავრობო სექტორი და საერთოდ აქ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი. მახსოვს მაშინ დავაარსეთ ორგანიზაცია, რომელშიც შენი დიდი წვლილი იყო, იმიტომ რომ ახალგაზრდებს გვეხმარებოდი, რომ რაღაცა ჩვენი გაგვეკეთებინა. მერე იყო დემოკრატიის სკოლა, რომელიც ჩვენ ქალაქში იყო, როგორი იცი, რომ თუ აქ უნივერსიტეტში უფრო მარტივი იყო, რომ ჩაგებარებინა და რაღაცა შენი ცოდნით და რაღაც მოხვედრილიყავი გამოცდებით, ვიდრე აქ, იმიტომ რომ მეორე დიპლომს უტოლდებოდა დემოკრატიის სკოლა მაშინ. და მახსოვს, ძალიან მინდოდა რომ ჩამებარებინა ამ სკოლაში და გეუბნებოდი, რომ უნდა მოვხვდე აქ თქო და რაღაცა დავწერეთ ასე წინასწარ გასაგზავნის შაბლონი და შემდეგ მოვიდა გასაუბრება და რაღაც ვიზავ ხა გასაუბრებაზე მე უნდა წავიდე და მე თვითონ გავაკეთე ყველაფერი და ესე მიჯექი და მეუბნებოდი რომ არა ღელდე, რაღაცა, არაფერი არ არის და ესე დაღეჭილი მასალა ფაქტიურად მომაწოდე რა უნდა მესაუბრა ამ სკოლაზე და მე ყოველთვის, როდესაც საუბრობ ხოლმე რაღაცა დახმარებებზე, ხელის წაკვრაზე თუ ასე შემდეგ, ყოველთვის მახსენდები, იმიტომ რომ იმ რამდენიმე ადამიანში იყავი შენ, ვინც რაღაცნაირად მაშინ ჩემი სამომავლო ცხოვრება განსაზღვრა. აი ამ დახმარებით და ამ პატარა ბიძგით და ხელის წაკვრით და მე ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მიხარია, პირიქით მადლობა შენ, რომ მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე დიდი განცდა არის, რაც ადამიანისთვის უბოძებია ზოგადად გამჩენს და შესაბამისად მადლობა შენ, რომ მადლიერი ხარ და მადლობა შენ, რომ
შემიყავი ესეთი მოწადინებული, ხო? რაც შეეხება დემოკრატიის სკოლას, მართლა ესეთი კარგი, ძალიან კარგი პროექტი იყო და გამორჩეულად კარგი იყო გორში, მთელი საქართველოს მასშტაბით კარგი იყო, ზოგადად კარგი პროექტი იყო, მაგრამ გამორჩეულად კარგი იყო გორში, იმიტომ რომ კურირებდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენთვის გორელებისთვის, ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანი არის, ზაზას გულისხმობ ჭიპაშვილი და ეს მართლა მაგარი ადამიანია და ზაზას ფაქტორი კიდევ ათმაგებდა ამ პროექტის ხარისხს და ასმაგებდა. იმედი ჩვენ პოდკასტში აუცილებლად ვიხილავთ ზაზას და აი მე ვთხოვ ზაზას, რომ ზაზა მოდი ანასთან პოდკასტში. შალვა, გადავიდეთ უშუალოდ იარეზე. ჯერ სანამ გადავალთ, მე მაინტერესებს რატომ ქვია ჩვენ მეც ხო შემიძლია კითხვები დავსვათ. ჩვენებურად რატო ქვია, რატო გადაწყვიტე ჩვენებურად? მოკლედ, ბევრი ვერსია გვქონდა, რა შეიძლება და დაგვერქმია პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ინტერნეტ სამყაროში არის უამრავი პოდკასტი და შესაბამისად რაღაცა განსაკუთრებული სახელი რომ მოგვეძია, ნუ ესე არ წავსულვათ და ანუ აი ხო არის პოდკასტი მაგალითად არ ვიცი, რაღაცა სხედან მაგიდასთან და მიკროფონებთან და ჩვენ ნახე როგორ ვიყავით თავიდან რომ დავიწყეთ, საერთოდ სივრცეც არ გქონდა იმისათვის რომ მუდმივად ჩაგვეწერა გადაცემები. შესაბამისად აი ერთ-ერთი გადაცემა შენ სტუდიაში შენს ოფისში ჩაიწერა და ესე დავდიოდით მოკლედ და ესე წერდით. ნუ ახლა კი გვაქვს, მადლობა ღმერთს, მუდმივი სივრცე, სადაც შეგვიძლია რომ მივიდეთ და ჩავწეროთ და ანუ ეს ხო არ იყო რაღაცა ესეთი ოფიციალური, ჩვენებურად იყო, ანუ საუბრებით ჩვენებურად მიდის რა. ანუ ვიღაცას მოწონს თუ არ მოსწონს ჩემი ხმის ტემბრია, თუ ჩემი საუბრის მანერა, თუ ასე შემდეგ, თუ ჩვენი ჯდომის და ჩაწერის ასე ვთქვათ კულტურა და ტექნიკა, ანუ ეს ანუ ჩვენებურად ვწერთ. აი ესე ჩვენებურად გორულად და მარტივად დავარქვით ის რომ ჩვენებური პოდკასტი ყოფილიყო და არა რაღაცა შაბლონური სახელები. მე მომწონს ეს სახელი, ესეთია უშუალო ბუნებრივი. კი და სასაუბროდაც ზუსტად ჩვენებურად ვსაუბრობთ რა. გავაგზავნოთ მაშინ ჩვენებურად. აუცილებლად. შალვა, მაინტერესებს რა პირველად აი მაგალითად რომელ ქვეყანაში მოგზაურე შენ დამოუკიდებლად სანამ გაჩნდებოდა იდეა რომ რაღაც ტურისტული მიმართულებით წასულიყავი, აი რომელი ქვეყანაში მოგზაურე და რომელი ქვეყანა იყო, აი რომელმაც რაღაცა განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა შენზე, თუნდაც რაღაცა კულტურული შოკი რომ აღმოაჩინე რომ ვაუ. ჩემი პირველი გასვლა საქართველოდან იყო უკრაინაში. ლვოვში. არ დაგიმალავრო რაღაც ველოდებოდი რაღაც პოსტსაბჭოთა ინფრასტრუქტურას, რაღაცა ვთქვათ არქიტექტურას და ასე შემდეგ და სრულიად გაოცებული დავრჩი, როცა ლვოვი ეს არის აბსოლუტურად ევროპული ქალაქი, ეს მოგეხსენება ვთქვათ იქით პოლონეთის საზღვარზე არის. და აი სრულიად ევროპული ქალაქია და ძალიან გამიკვირდა, ანუ ეს რაღაცა როცა მიდიხარ, რაღაც სხვა სელი და გვხვდება აბსოლუტურად განსხვავებული გარემო არქიტექტურა. ჩემი პირველი გასვლა იყო უკრაინაში, ლვოვში. კი ბატონო, და რაც შეეხება უკვე იმას, რომ ეს საქმე უნდა გექცია, აი რომ ის გაჩნდა იდეა, რომ მოდი ახლა ამას გავაკეთებ და რაღაცა ამ მიმართულებით განვითარდები. აი საიდან გაჩნდა იდეა, რომ ამ მიმართულებით წასულიყავი ზოგადად ტურიზმის მიმართულებით? კაი, ჩვენებურად გიპასუხებ მაშინ ისე გულწრფელად. მე რაღაცა პერიოდის განმავლობაში, როცა ვიყავი, თქვა, საჯარო სექტორში პარალელურად ვიყავი, თქვა და ხო, საჯარო სექტორში, კერძოდ გორის მერიაში, თქვა, ერთგვარად კურირების საერთაშორისო ურთიერთობებს. ვიყავი იმავდროულად არასამთავრობო სექტორში, აქედან მადლობა გიორგი კიკალიშვილს, ახალგაზრდულ ასოციაცია დრონს, რომელმაც მომცა საშუალება ერასმუსის გათვლით პროგრამებში ჩართულიყავი. ხა რატომ მოვიყვანე ეს ორი ორგანიზაცია, ხო, დრონი და გორის მერია, იმიტომ რომ აქედან სულ მუდამ მეძლეოდა საშუალება გავსულიყავი, თქვათ, საზღვარგარეთ, თქვათ, კონფერენციებზე, ერასმუსის ტრენინგებზე და ასე შემდეგ. ხო, შემდეგ ნუ შევიცვალე სამსახური და დადგა პერიოდი, როცა ვთქვათ, მე სამსახურეობრივად აღარ მიწევდა გასვლები, მოკლედ, საზღვარგარეთ და არა და მე უკვე ძალიან მიჩვეული ვიყავი ამ ყველაფერს. და თავიდან იდეა იყო ესეთი, რომ ნუ ვთქვათ, ჩემი ხელფასიც არ იყო, ვთქვათ, საკმარისი იმისთვის, რომ ჩემი თავი მე თვითონვე დამეფინანსებინა.
თქვათ მანამდე ერასმუსი მაფინანსებდა და ასე შემდეგ, ხო, ერასმუსის დაფინანსებით დავდიოდი და გადმოვხედე და ძალიან მინდოდა მოგზაურობა და ჩემი პირადი ფინანსებით ვეღარ ვახერხებდი, ვიფიქრე რომ მოდი ვთქვათ ხო ვარ ნამყოფი ქალაქებში იქ და წავიყვან რაღაცა პატარა ჯგუფს და თავდაპირველი იდეა იყო ის რომ რაღაცა ჩემი სახარჯო მაინც დამეფარა მოკლედ მარტივად რომ გითხრათ და გვერდსაც დღემდე ესე აწერია ჩემს გვერდს ჩემთვის ეს ბიზნესი არ არის ანუ ესე დავაწერე თავიდანვე ამით იმის თქმა მინდა რომ ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ ბიზნესი ეს ჩემთვის არის საქმე რომელიც მიყვარს აი ესე წამოვიდა ეს იდეა რომ ჩემი მოგზაურობის ფული მეშოვა მოკლედ რა და პირველი მე მახსოვს გავაკეთე კრაკოვი ოღონდ კრაკოვი გავაკეთე სხვა ტურისტული ორგანიზაცია დამეხმარა სხვა ტურისტულით გავაკეთე და მე უკვე გავაკეთე ხო კრაკოვში ნამყოფი ვიყავი ბევრჯერ და მაგიტო გადავწყვიტე კრაკოვი თან ძალიან ლამაზი ქალაქია ესეთი პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ქალაქია იმიტომ რომ პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაოდ დაზიანდა და დაზარალდა და ბევრი ქალაქი დაინგრა თავიდან ბოლომდე და აი კრაკოვი შენარჩუნებული იყო და შენარჩუნებულია დღემდე აი ეს ძველი იერსახით ავთენტურად და პოლონეთის ძველი დედაქალაქი ძალიან ლამაზი ქალაქია და მოკლედ ზუსტად მახსოვს ეს იყო 22 აპრილს გავაკეთე ან პირველად წავიყვანე ჯგუფი ოღონდ სხვა ტურისტული სეგმენტით მერე მოყვა უკვე აიანაპა კვიპროსი და პირველი ესეთი სუყე ტური რომელიც გავაკეთე იყო ის ტური რომელშიც ხვალაც მივდივარ ეს არის სტოკჰოლმი 9 ივლისი იყო მახსოვს და ძალიან დამეხმარა ჩვენი გორელი ბექა ასანიძე რომელიც სტოკჰოლმში ცხოვრობდა იმ პერიოდში მე სტოკჰოლმში არ ვიყავი ნამყოფი ბექა დამეხმარა იქ ორგანიზებაში და ყველაფერში თქვათ იქ რომ ჩავედი ბექა იყო ჩვენი გამყოლი იმიტომ რომ მე პირველად ვიყავი სტოკჰოლმში და მე არ ვიცოდი ისე კარგად ბექა იქ ცხოვრობდა მერე მოყვა ამას უკვე რომ მე აგვისტოს თვეში წავედი უკვე რომში მარტო უკვე რომი ფლორენცია ვენეცია ეს შეიძლება ხოლმე როგორ ჯერ მე უნდა წავიდე ხო ჯერ მე უნდა წავიდე ან თუ ჯერ არ მივდივარ ყველა შემთხვევაში ტურს ვაწერო ტესტ ტურია მაგალითად ეხა კანარის კუნძულები რომ მქონდა შარშან პირველად ვიყავი კანარის კუნძულებზე მაგრამ ჯგუფის წევრებმა იცოდნენ რომ მეც პირველად მივდიოდი და ეს ტესტ ტურია ანუ არ უნდა მოატყუა მომხმარებელი არასდროს ხო თუ პირველად მიდიხარ უნდა უთხრა რომ ტესტ ტურია და იმან იცის რომ ტესტ ტურია და შესაბამისად ტესტ ტური უფრო იაფია ვიდრე ვთქვათ მერე ტურები. რაღაცა ერთად ეცნო. ხო, ერთად უნდა აღმოაჩინო. თუმცა ძირითადად მე მაინც ვარჩევ ხოლმე რომ წინასწარ ჩავიდე. ასე ჩავედი რომში. ეს როგორი პერიოდია იცი, ანუ ჯერ ჩემ თავს ვაფინანსებ, ჩემს ხელფასს ვაფინანსებ. მაქვს რაღაცა გვერდი, რაღაცა რა ეხარა გვერდიც მაქვს. ეგ მოკოთა 4000 გამომწერი მყავდა ეს გვერდი ადრე გავაკეთე და მე გადავაკეთე უკვე ტურისტულად. ანუ იდეაში ეს ბიზნესი დავიწყე რაღაც ესეთ ცარიელი ხელებით. და აგვისტოში უკვე წავედი რომში. და აი ბარემ შენ სიმკითხვასაც უპასუხებ, რომელმა ქალაქმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რომელიც დამისვი. დღემდე, რა თქმა უნდა, ყველა გზა რომში მიდის და რომი რჩება, ჩემს ფავორიტ, ცალსახად ფავორიტ ლოკაცია და ინახე რამის ქალაქი წამოვწდა, იმიტომ რომ ქალაქი არის ბუდაპეშტია, ქალაქი ათენია, სალონიკი არის ქალაქი და რომი მოვლენაა. რომი ქალაქი არ არის, რომი როგორ შეიძლება ქალაქი იყოს ეს. კიდე სხვა რამე არის რომი, ეს ცალკე განზომილება. შესაბამისად რომი იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩემს ფავორიტ ტურებს შორის. კი ბატონო, შალვა, შენ ასე თუ ისე ქალაქი გიცნობს და უცბად დაიწყე ეს ტურისტული ამბავი, რაღაცა გასვლები. როგორ ფიქრობ, აქ ნდობა იმაზე უფრო იყო დამყარებული, რომ შენ როგორც ცალკე შალვა ტლაშაძეს გენდობოდა ეს ჯგუფები, ეს ადამიანები, რომლებიც მოყვებოდნენ, იმიტომ რომ ახლად დაწყებულ კომპანიას ძირითადად არ აქვს ხოლმე იმდენი ნდობა, რომ რაღაცა, აი თუნდაც ახლა სრულიად უცხო კომპანიას, რომელიც ახალია, მეც პირადად ჩემი გამოცდილებიდან არ ვენდობი და რაღაცა, თუმცა ძალიან ცუდია, იმიტომ რომ უნდა გივცეთ შანსი, რომ რაღაცა განვითარდნენ ესენიც. შენ შემთხვევაში როგორ იყო, აი ნდობა როგორ მოიპოვე?
ჩემს შემთხვევაში ნდობა მანდედან იყო იმ ჩემმა განვილმა ცხოვრებამ, ხა მე სულ ვიყავი საჯარო სფეროებში, რაც ჩამოთვალე ხო არასამთავრობო სექტორიც, პოლიტიკაც ეს სულ საჯარო სფერო არის. შესაბამისად მუდმივად მიწევდა ხალხთან ურთიერთობა. შესაბამისად და ეს ხდებოდა სტუდენტობის პერიოდიდან სულ მუდმივად საერთაშორისო მადლობა ასოციაცია ბილიქს, იმიტომ რომ ჩემი პირველი ნაბიჯები ასოციაცია ბილიქში დავიწყე, როგორც ავიდგი უფრო სწორად, როგორც ბავშვთა უფლებათა ცენტრის ტრენერმა და მაგის შემდეგ მაშინ ვიყავი 18 წლის, ხო, 18 წლის და აი 18 წლიდან სულ ესეც სფეროში ვიყავი, ხო, სადაც ხალხთან ურთიერთობა გიწევს. შესაბამისად სოციალური კაპიტალი მქონდა დაგროვილი, ცნობადობა მქონდა და არც თუ ცუდი ხო, ვთქვათ, კიდევ მეორე ვთქვათ, სადაც ვიყავი, რომელ სფეროშიც ვიყავი, ადამიანები გძნობდნენ და ხვდებოდნენ, რომ გულით ვიყავი და გულიანად ვიყავი. ხო და შესაბამისად ადამიანება ირწმუნეს ისიც, რომ თუ ეს ადამიანი ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციაში ტრენინგებს გულიანად ატარებს, ტურსაც გულიანად ჩაატარებს. თავიდან დაახლოებითი პროცენტული მაჩვენებელი რო გითხრა, იყო 90-10-ზე რას გულისხმობ. ძირითადად ვთქვათ 90% მოდიოდა გორიდან ჩემს ტურებში. 10% იყო სხვა ქალაქები. ეხლა უკვე დაახლოებით 3 წლის შემდეგ მაინც ძირითადი ბირთვი მაინც გორიდან არის ხოლმე, მაგრამ ეს ბალანსი შეცვლილია, იმიტომ რომ ოდიში ჩემთან დადიან ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, რა ვიცი, აი ყველა ქალაქიდან უკვე და ეს ძალიან მახარებს. საერთოდ როგორ ვენდოთო თქვათ ტურისტულებს, ხო? და აი ბევრისთვის რჩევა იქნება რა, როცა თქვათ მოგზაურობას გადაწყვეტენ, რომ აუცილებლად ნახონ, გახსნილი აქვს თუ არა ტურისტულის გვერდს შეფასებების ველი. თუ შეფასებების ველი დაკეტილი აქვს, ესე იგი რაღაცა აქვს დასამალი. ჩემთან შეფასებების ველი ბოლომდე გახსნილია და ამ ეტაპისთვის გვაქვს 100-დან 100% დადებითი შეფასება. 100-დან 100, არც 1% ან 0.5%, 100-დან 100. შალვა, შენ აღნიშნე, რომ ეს არის ის საქმე, რომელიც შენს ქსიამოვნებს, რომ აკეთებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ანუ წლის განმავლობაში სულ მოგზაურობაში ხარ, ზაფხულის კურორტებზე, ზამთარია, ზამთრის, ასე ვთქვათ, ქალაქებში დადიხარ და ვფიქრობ, რომ მაინც რაღაცნაირად ემოციური გადაწვა ხდება, თუ არა, აი შენ შემთხვევაში როგორ არის, აი იღლები, აი არის რომ რაღაც დაღლილი ხარ, აი შენ თუ გღლის ეს პროცესი, ეს გაუთავებელი მოგზაურობები და შენი დასვენების და შენი განტვირთვის ესე ვთქვათ, რითი ახერხებ რომ დაისვენო და განტვირთო, გარდა იმისა, რომ აქ შენს დადიხარ. არ მახსოვს ვისი ნათქვამია, თუ აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, ჩათვალე რომ არ მუშაობ. შესაბამისად, როცა ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს, გადაღლაზე ნაკლებად ვფიქრობ, აი რამოდენიმე შემთხვევა მქონდა, არა ერთი, არამედ რამოდენიმე შემთხვევა მქონდა. მაგალითად, წინა წელს იყო ჩამოფრინდი ბრიუსელიდან და ვერც მოვასწარი ჩამოსვლა გოლში, იმიტომ რომ რეგისტრაცია მეწყებოდა ეგრევე 1 საათში, აი ბრიუსელიდან ჩამოვიყვანე ჯგუფი და შევბრუნდი კოპენჰაგენის რეისზე 1 საათში. ესაზღვრე მეკითხება, ხო ჩამოფრინდი 1 საათის წინ რომ ჩახედავ იმას და მოთხარი ხო ჯგუფი მყავს მივდივარ, ღამე გავფრინდი ისე კოპენჰაგენში და ცხადია ეხლა ჯგუფს ვერ ეტყვი რომ ვიცი რა არის დაღლილი ვარ და მოდი ჯერ დავისვენოთ და მერე დავიწყოთ ტური. დილით აქ ერთი რეისი უკან 5 საათიანი ფრენა ბრიუსელი ქუთაისი, აქედან ისე უკან ქუთაისი კოპენჰაგენი და დილით ჩაფრენილზე დავიწყეთ ტური ჩაულებად. ამით იმის თქმა მინდა რომ კი ეხლა რკინის არავინ არ არის მაინც თქვათ ხო არსებობს რაღაცა ცოტა დაღლილობის მომენტები, მაგრამ მე ამას ვერ ვგრძნობ, როცა ამ საქმეს ვაკეთებ. როცა ჯგუფი მყავს, იმ დროს ამას ვერ ვგრძნობ. აი ჯგუფს რო ჩამოვიყვან, დავაბინავებ და მოვალ სახლში, აი მე ცოტას ვიგრძნობ ხოლმე. როცა ხალხი აღარ არის, მე ვგრძნობ დაღლას, მაგრამ ხალხი როცა არის, არა, ვერა. კი. საქართველოში რო ბრუნდები, აი პირველი რას აკეთებ? ჭამ ქართულ საჭმელებს.
იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნის სამზარეულო მიყვარს, ქართულს მაინც ვერაფერი ვერ შეედრება და რაღაცა მაინც ის 4 და 5 დღეც მაინც მონატრებაა ხოლმე და სახალისო ამბებზე რას გვეტყვი, რომელიც ამ პერიოდში დაგმართნიათ ჯგუფთან ერთად? გექნება დარწმუნებული ვარ და სამოგზაურო კურიოზები საინტერესოა ალბათ. შეიძლება თქვათ რაღაცა მომენტებში სახალისოთაც გაგახსენდეს, ძირითადად მაინც უფრო ხშირია ხოლმე დაკარგვა ქალაქებში და მე გვიწევს ძებნა. ხო, და ძალიან ისეთი საყვარელი ფოტო მაქვს ჩემთვის, ერთ-ერთი ფავორიტი ფოტო არის, ერთი ქალბატონი რომში, ისევ რომში ჩამოხრჩა პანთეონთან და მოკლედ, შესვლის დრო გვაქვს უკვე პანთეონში შევდივართ, ეს ჯგუფი შეუშვი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე სხვა დროს აღარ შეგვიშვებდნენ. და მე წამოვედი რომ მომეძებნა რა თქმა უნდა ეს ქალბატონი და ეს ქალბატონი ძალიან საყვარლად ბედნიერად ზის ჯელატერიაში ნაყინს მიირთმევს, ესეთ ბევრი ფერადი ნაყინია. და ეს ფოტო მე ჩუმად გადაუღე შორიდან და ისე ძალიან უდურტვინველად ისე რომ ერთ დიდად არ აღელვებდა რომ დაიკარგა, ვთქვათ მიაგნოს ანაყინეს და ისე ტრაგიკას. ხო, ძირითადად უფრო თქვათ აი ესეთი დაკარგვის მომენტები, რომელიც მე ესე სახალისოდ გვახსენდება, თორემ რო გითხრათ ახლა ჩვენ და ესეც ძალიან ხშირი არ არის, იმიტომ რომ ცოტას ვიტრაბახებ, ახლა ჩვენ გვაქვს იმდენად კარგად გაწერილი გეგმაც, ტურებიც, რომ აქ კურიოზებს და ასე თქვათ ინციდენტებს ნაკლებად აქვს ადგილი. ყველა ჩემს თანამგზავრს მე მინდა შენი პოდკასტით მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ აი ძალიან კარგები არიან ყველა მართლა და მართლა მიმართლებს რა. ხშირია ხოლმე სხვა ჯგუფებში თქვათ ჯგუფის წევრებს შორის კონფლიქტი. ხო და აი ჩემთან ეს როგორ არის მაგალითად ახლა რატომ ალოდინებ თქვათ ხო ახლა ჯგუფი მივდივარ და შენ თქვათ მაღაზიაში შეხვედი ახლა მე შენ გელოდო თქვათ სანამ იყიდი რაღაცას შენ სურათის გადაღება გინდა მე რატო გელოდო და ეს კონფლიქტი ხშირია ხოლმე სხვა ჯგუფებში მაგრამ აი ჩემთან ეს პრაქტიკულად ნულზე არის დასული იმიტომ რომ ჩვენ ისე ძალიან კარგად პასუხისმგებლიანად ვუგებთ ერთმანეთს, რომ ერთმანეთი არ ვალოდინოთ, მოვიდეთ დათქმულ დროს, როცა ვიტყვით დროს, რომ შევიკრიბოთ და დათქმულ ადგილას და მადლობა ჩემს თანამგზავრებს ამისთვის. ყოფილა შალვას ტურში მართლა, აი ყველა ისეთ რაღაცა ბედნიერი მხიარო და კმაყოფილი ჩამოდის, რომ აი ბევრჯერ მიფიქრია, რომ მეთქი მოდი წავალ და რაღაცა სულ არის. წამოდი რომში, ოქტომბერშიც მაქვს რომი და დეკემბერშიც. როცა გაგეხარდო დეკემბერიც კარგია. კარგი, შენ ახლა რომი ესე და არა რომი ძალიან ის არის უბრალოდ თან როგორი სიტუაცია იცი რომზე უფრო ვურჩევ ხოლმე რომ მაინც ბოლოს ნახონ იმიტომ რომ აი რომს რო ნახავ მე რაღაცა აი ძალიან გიჭირს რა რაღაცების მოწონება და მაგრამ მაინც რომი არა უნდა ნახო რა მადლობა შალვა, კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებ და მე აუცილებლად მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრა, როდესაც პირველად ეს პირველი ეპიზოდი ჩავწერეთ პოდკასტით, მე და ხატია საუბრობდით იმაზე, რომ არ მქონდა მუდმივი სივრცე და საერთოდ აი როგორც შემდგომში შველი ხელებით დავიწყეთ ჩვენი პირადი ტექნიკით და ასე შემდეგ და ნუ შენ იყავი ადამიანი ვინც დამირეკა და მითხარი რომ აი რისთვის მინდა ოფისი და რისთვის მინდა მეგობრობა თუ ერთმანეთს ეხა რაღაცნაირად დაუდგებით გვერდით და მახსოვს რომ შემომთავაზე რომ ჩაგვეწერა შენს ოფისში პოდკასტები ახლაც შენს ოფისში იწერება ეს პოდკასტი და შესაბამისად მგონია რომ ხო რა ვიცი გეპაკიზე ყოველთვის ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიყენო ჩემი სივრცე არა მხოლოდ გადაცემის ჩაწერისთვის, არამედ სამუშაო შეხვედრებისთვის თუ ასეთი საჭიროება იქნება. ჩემი კარი ღია არის, მოკლედ ასე რომ წარმატებები და წარმატებები. მადლობა. დღევანდელი პოდკასტი ამით დასრულებულია. მგონია რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაიგო ჩვენმა მაყურებელმაც, დაგეგმეთ მოგზაურობა და ისე ამოვნეთ თან ახლა ზუსტად ისეთი სეზონია საზაფხულო კურორტების და შესაბამისად შეგიძლიათ რომ იარეს შეეხმიანოთ და მასთან ერთად იმოგზაუროთ რომ ქვეყანაშიც მოისურვებთ.